პოდკასტერი და იუთუბერი. მოდი ვთქვათ, აი რა არის ჩემს მიმართ ყველაზე ხშირად ასმული კითხვები. ვაი მე კიდე გახდი? ეს ერთი. და მეორე, რატო აღარ ხარ ტელევიზიაში, რატო წამოხვედი, სად დაიკარგე და ასე შემდეგ. სიმართლე ის არის, მეგობრებო, რომ მარსადაც არ დავკარგულ ვარ. მთელი ჩემი რესურსი, ყველაფერი რაც ჩემში მოგწონდათ ტელევიზორიდან, ეხლა გადმონაცვლებულია YouTube-ზე, გვანცას პოდკასტში და შეგიძლიათ იგივე ინტერესით გადმოინაცვლოთ ჩვენს არხზე. უფრო რთულია თავის დამკვიდრება? ძალიან, იმიტომ რომ ტელევიზია არის მასობრივი საშუალება, რომელშიც თავი დავიმკვიდრეთ 15 წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ მე ჩემი არმია გამომყვა YouTube-ზე, რომელიც მყავს ჩემი მაყურებლების, ჩემი გამომწერების სახით. გარდა მაგისა, YouTube-ს ყავს თავისი ძალიან სპეციფიური მაყურებელი, რომელმაც უნდა მიგიღოს და მოგისმინოს და შეგიყვაროს და რაც არის გამოხატოს, რა გამოგიწეროს და შენი კონტენტი მისთვის რაღაცნაირი რუტინა გახდეს. საერთოდ ალბათ იმით განსხვავდება კიდე YouTube მაყურებელი, რომ შეიძლება რაღაცა ბევრჯერ მეორე შანსი არ მოგცეს რა. იმიტომ რომ ძალიან ხარისხიან კონტენტს ელოდება YouTube-დან. იმიტომ რომ ამას უკვე მიეჩვია, ძალიან ბევრი პოდკასტია, ძალიან ბევრი გადაცემებია და შესაბამისად უკვე რაღაც ხარისხიან კონტენტს ელოდება. აი საცობშიროდ გახარ. აი რა უნდა აკეთო? შეგიძლია რომ მოусმინო ან მუსიკას, ან მოусმინო საინტერესო პოდკასტს და თან უკვე გვანცას პოდკასტი Spotify-ზეც არის მეგობრებო და შეგიძლიათ იქაც გვისმინოთ.